გამარჯობა, დღეს 22 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1975 წლის 22 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი და ტელეწამყვანი დრიუ ბერიმორი. 1959 წლის 22 თებერვალს დაიბადა ოქროს გლობუსის მფლობელი ამერიკელი მსახიობი კაილ მაკლაქლენი. 1959 წლის 22 თებერვალს დაიბადა ავსტრიელი ავტომრბოლელი და ბიზნესმენი ნიკი ლაუდა. ის არის ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი. ნიკი ლაუდა არის ავიაკომპანია ლაუდა ეარის დამაარსებელი. 1857 წლის 22 თებერვალს დაიბადა გერმანელი ფიზიკოსი, ელექტროდინამიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჰაინრიხ რუდოლფ ჰერცი. 1984 წლის 22 თებერვალს დაიბადა სერბი ფეხბურთელი ბრანისლავ ივანოვიჩი. მან კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა ლონდონის ჩელსიში, სადაც არაერთი ტიტული მოიპოვა, მათ შორის პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა. 1732 წლის 22 თებერვალს დაიბადა ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი. 1974 წლის 22 თებერვალს დაიბადა ბრიტანელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და ყოფილი სამხედრო ოფიცერი ჯეიმს ბლანტი. 1944 წლის 22 თებერვალს დაიბადა ამერიკელი კინორეჟისორი ჯონათან დემი. ის ცნობილია ფილმით „კრავთა დუმილი“, რომლისთვისაც მიიღო ოსკარის ჯილდო. 1973 წლის 22 თებერვალს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე. ის არის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გატანილი გოლით. შოთა არველაძე კარიერის საუკეთესო წლებში თამაშობდა ამსტერდამის აიაქსში და გლაზგოს რეინჯერსში. 1973 წლის 22 თებერვალს დაიბადა შოთა არველაძის ტყუპისცალი ძმა, ასევე ფეხბურთელი აჩი არველაძე. ის თავისი კარიერის მანძილზე თამაშობდა თბილისის დინამოში, თურქულ ტრაბზონსპორში, ნიდერლანდურ ბრედაში და გერმანულ კიოლნში. აჩი არველაძემ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში 32 მატჩში ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.